შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა და სამართლებრივი ასპექტები. Ამ სახელწოდების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა დღეს ბათუმში. Ამ თემაზე ლექცია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კომიტეტის თავმჯდომარემ და პროექტის თანაავტორმა თამაზ მჟავანაძემ წაიკითხა. შეხვედრას ასეთი კატეგორიის პირთა მშობლები და სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში დაარსებული სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა წინაშე დღემდე მთავარ პრობლემად საზოგადოების დამოკიდებულება რჩება. შეხვედრაზე იმსჯელეს მშობლებისთვის ერთიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაზე, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის უწყებაში სამუშაო ადგილების განსაზღვრასა და მათი პენსიების საარსებო მინიმუმთან გათანაბრებაზე. ეს პროექტი ეხება საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლების კულტურას და მოამზადა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. პირველი ლექცია ჩავატარეთ ამარესამთავრობო ორგანიზაციაში და გვაქვს სურვილი, რომ გავიდეთ სხვა ორგანიზაციებში და კონკრეტულად სკოლის მოსწავლეებთანაც. მიზანია საზოგადოებამ უფრო მეტი ინფორმაცია იცოდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების შესახებ და მათ საზოგადოებაში უფრო მეტად ინტეგრირება ჩვენ პროექტის მიზანი. ნეგატიური დამოკიდებულება არის შეზღუდული უნარის მქონე ადამიანების მიმართ. ეს პროექტი ითვალისწინებდა მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ყოველი ადამიანი ვერ იქნება სრულფასოვანი, თითოეული ადამიანს გვაქვს რაღაც უნარი, რაღაცის უნარი, რაღაც გვაქვს შეზღუდული. ასე რომ ისინი არ არიან ნამდვილად შეზღუდული უნარის მქონეები.